მეორე დღე არად სერბეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები გრძელდება. ვითარება დაძაბულია. როგორც ცნობილია, ავტოკრატ პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ 9 თვეზე მეტია მიმდინარეობს დემონსტრაციები. ბელგრადში სპეცრაზმა მომიტინგეების დასაშლელად ცხელმცადენი გაზი გამოიყენა. როდესაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას სცადა, მომიტინგეებმა წყლის ბოთლები დაუშინეს. ამავდროულად ათასობით ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში იკრიბნენ, მათ შორის ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი-სადში, ასევე პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი პარტიის ოფისებთან. სერბეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა და სახელისუფლებო მედიამ მომიტინგეები არაერთხელ მოიხსენიეს ტერორისტებად, თუმცა ნოემბრიდან სერბეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. ახლა უფრო მეტად ვიდრე უდესმე გვჭირდება ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის გაგება. მომიტინგეებმა დღეს საშინელი რამ ჩაიდინეს ნოვი-სადში. ისინი ამას დღესაც აკეთებენ, მაგრამ როდესაც მშვიდობისა და დისციპლინისთვის იბრძვი, ყოველთვის იმარჯვებს და სერბეთიც გაიმარჯვებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის თქმით, დაშავებულია ერთი პოლიციელი, მან ყველას კანონის დაცვისა და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა. პოლიციის ანგარიშის თანახმად დაახლოებით საღამოს 8 საათზე ნოვი-სადში სტრაზილოვსკის ქუჩაზე თავდასხმა მოხდა სერბეთის პროგრესული პარტიის ოფისის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და მხარდამჭერებზე. ამ დროისთვის დაშავებულია ერთი პოლიციელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. მასშტაბური თავდასხმა იყო. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა სცადა. სერბეთში სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები პირველად ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. საზოგადოება მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდა. პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა ბოლო დროს დემონსტრაციებზე მომხდარი ძალადობის გამო მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის დაჩიჩის გადადგომაც.